ფილოსოფიის საჩუქრები და სიურპრიზი მშობლიური უნივერსიტეტისგან 77 გამოშვება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა. უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა მანტიები მოერგეს და ახალი ცხოვრების დაწყება იზეიმეს. ბათუმის უნივერსიტეტს წელს 912 კურსდამთავრებული ყავს. ის რაც უკვე უნივერსიტეტის ისტორიაა, დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ უნივერსიტეტის ცხოვრებაში მორიგ მნიშვნელოვან დღესასწაულზე შეახსენეს. რეგიონის თითქმის საუკუნოვანი სასწავლო დაწესებულება უკვე 77 გამოშვებას აღნიშნავს და კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე აცილებს. იმას, რასაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფოტოარქივის ვერცერთ ფოტოზე აღმოაჩენთ, ამიერიდან უკვე ტრადიციად იქცევა. უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად აკადემიური მოსწრებით გამორჩეულ კურსდამთავრებულებს მანტიები მოარგეს. შინაგანად რავით უბედნიერესი ადამიანი ვარ, როცა მანტია გაცვია, თანაც პირველად უნივერსიტეტში ხდება ასეთ რაღაც და როცა პირველი ხარ აქეთ უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის. ძალიან ბევრი სტუდენტისთვის ეს იქნება სტიმული იმისა, რომ თვითონაც იყოს წარმატებული, ფრიადოსანი და აქტიური სტუდენტი. რათა თვითონაც განიცადოს ის ემოცია და ის გრძნობა, რომელსაც ჩვენ დღეს განვიცდით. 10-მდე სხვადასხვა ფაკულტეტის 932 სტუდენტიდან, რომლებაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სტატუსი მიიღეს, მანტიების მორგების და საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის შანსი მხოლოდ რამდენიმეს მიეცა. ნინო მიქელაძის და გიორგი გოგოლიშვილის გარდა საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის პატივი კიდევ 30 სტუდენტს ერგო. მათი სასწავლო კურსის განმავლობაში უმაღლესი ფულები მიიღო და მასაც, ვინც სწავლას პირადი ცხოვრება ასევე წარმატებით შეუთავსა. სულ რაღაც ერთ თვეში გადაგავწები და ამ ამპულაში ჩემი სცენაზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ესეთ მიმღერებს და ესეთ მინდა რომ ოჯახი და სწავლა ერთმანეთთან შეთასებადია. ძალიან ამაღელვებელია, იმიტომ რომ ზუსტად 31 მაგისტრს შორის დგავა, რომელიც ყველაზე წარჩინებულები არიან და ამას ისევ და ისევ ბათუმის უნივერსიტეტს და ჩემ პროფესორ მასწავლებლებს უმაგლი, რომელმაც სრულყოფილი განათლება მოუწევს. ცხოვრების ნათელ ფართე გზაზე გავაცილეთ ჩვენი უნივერსიტეტის 932 კურსდამთავრებული. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სფეროებში წარმატებულები იქნებიან. ამისათვის ჩვენ 4 წლის განმავლობაში, ზოგიერთისათვის მაგისტრატურის შემთხვევაში 5 წლის განმავლობაში, 6 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მათ წარმატებული მომავალი ქონოდათ. მანამდე იყო მილოცვები უნივერსიტეტის რექტორისგან და ოფიციალური პირებისგან. ახალგაზრდები მამა თევდორე მდალოცა და მეუფე დიმიტრის მილოცვა გადასცა. თავიანთი ემოცია და განწყობა სტუდენტებს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა და წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა გაუზიარეს. იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული არის მართლა დიდი პატივი და დღეს როცა უყურებთ დღევანდელ კურსდამთავრებულებს, ცოტა მშურს რომ მე ეს მანტია ვერ მოვირგე სტუდენტობის დროს და როცა ვიყავი კურსდამთავრებული, მაგრამ ვაპირებ რომ საომავლოდ ისე უნივერსიტეტს დავუკავშიროთ ჩემი სწავლის შემდგომი საფეხური და იმედია მექნება ამ მანტიის მორგების საშუალება. ემოციები რა თქმა უნდა დაკავშირებულია იმასთან, რისთვისაც ბრძოლობდით. ანუ რისთვისაც ჩვენ ვიღწოდით, რომ ვიღაცას დაუმტკიცოთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი გავაკეთოთ, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ძალიან ბევრი რამ, ეს გამართლა და მართლდება და იმედია კიდევ უფრო მეტის გამართლდება. ძალიან დიდი ემოცია მაქვს ეს, იმიტომ რომ ჩვენ კურსდამთავრებულებს მემშვიდობებით. წარჩინებული სტუდენტები, საშუალო მოსწრების სტუდენტები, ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს. ყველა გვიყვარს ჩვენ და ყველას ვსრუნავთ. მე ერთადერთი ვისურვებდი, რომ აქ წარმატებული გზა ქონოდეს და ვფიქრობ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მათ დიპლომთან ერთად ღირებული ცოდნაც მიაქვს, რაც გამოადგებათ მათ შემდეგი ცხოვრების დასაგეგმად. ღონისძიების საზეიმო ნაწილში მაყურებლის წინაშე უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა სიმბოლურად ცაში მანათობელი ფარნები გაუშვეს. იყო ფეიერვერკიც. ღონისძიების კულმინაცია კი ორგანიზატორების მთავარი სიურპრიზი, ჯგუფ მგზავრების კონცერტი გახდა. ახალგაზრდობა საყვარელი მუსიკალური ჯგუფისგან მილოცვა მიიღეს, სპეციალურად მათთვის ხანდაგანა შესრულდა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა ერთი ცხოვრებიდან გადადიხარ თავსებით სხვა მეორე ეტაპზე და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ორგანიზატორებს. ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტს მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა, რომ ის მოგვიწია და მართლა დიდი პატივია, რომ ესეთ დღეს გამოხვიდე შენ და უბრალოდ მიულოცე. მანტიებ მორგებული კურსდამთავრებულები, განსაკუთრებული ემოცია და ახალი ცხოვრების დაწყების სიხარული. ეს უკვე ისტორიაა, რომელიც უნივერსიტეტის ფოტოარქივებიდან უკვე მომდევნო წელს გამოიფინება.